Გვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი შოუ აგრძელებს სიკეთეების კეთებას. ზუიო ამჯერად გაემართა სოფელში, ჩაიტანა ტელევიზორი, შეგახსენებთ, რომ აი ამ ნაწილის, შოუს ამ ნაწილის სპონსორი არის თბილისი ცენტრალი, სავაჭრო ცენტრი, სადაც წარმოდგენილია საქართველოში მოღვაწე ტექნიკის ყველა მაღაზია. ზუიო სოფელში ტელევიზორთან ერთად, ხო? განა სოფელში არ ჭირდება ტელევიზორი? ხო და ზუიომაც სოფელს მიაშურა. ეს არის კახეთი, სოფელი ველისციხე. ნახოთ აბა ერთი ტელევიზორს თუ გავცვლით რამეში. ტყუილს ალაპარაკობენ, გავიბერე. მერე რა რომ ტყუილებს ამბობენ? არ ჯობია ტყუილების ფართო ეკრანზე მოსმენა, ჰა? აი ტყუილს უფრო კარგად მოისმენ ტყუილს ამაში, არ გიგე. მიდი ზუიო, გააგრძელე გაცვლის პროცესი. კარგად, შენ როგორ თითქოს შემოწოდებას გამოეხმაურაო, ანასდათ 30 წლის ნოლექვსიანი გია გამოჩნდა. 30 წლის მაქარა პერსონები უკვე. კონი მიჯაო. მომისმინე გია. დიახ. გინდა რომ ერთი გოჭი გაგვიცვალო ტელევიზორში? ეს გოჭი არის ჯიშიანი. მაგრამ უბრალოდ თუქნის ამაში გენაცვლი. მე პორმალო გადავიხადო და რა მისულობა გქონდა? ჯიგა. ტელევიზორი გავცვალეთ აგერ შენიერ გოჭი. ზვიოს აქვს გოჭი. ინი უნდა გაცვალოს. აბა გოჭი იცვლება გოჭი. კარგი ჯიშიანი გოჭი. სახელი რა ქვია ამას? რაღაც უკვე თამილა. თამილა. ვის უნდა გოჭი? რა თქმა უნდა დათოს, მაგრამ სანაცვლოდ რას გაიღებს? საკითხავი აი ეს არის. დათო ეგ რა არის? კურდღელში გავცვალოთ გოჭი? კაი დათო ესე იგი. ამ კურდღელს გამიცვლი ამ გოჭი. როგორ კმაყოფილი ხარ, ხო? კაი კურდღელი მეგობრებო, აბა. კურდღელს არ გამიცვლით რამეში. გოჭი გამოვიარეთ, ძალიან რთული იყო, გამარჯობა. კურდღელი არ გიდათ გაგიცვალოთ რამეში. ქათამში მაგალითად. აუ რა ძნელი ყოფილა ველისციხეში კურდღელის გადაცვლა. კურდღელს ხوار გამიცვლით, ქალბატონებო რამეში. არა? რა მისაუბრა შენი კურდღელი? კურდღელი არ გინებავთ ქალბატონო გაგიცვალოთ რამეში. აგერ ღვინო გვაჩუქეს. აგერ პური გვაჩქენი სახელი? ქალბატონო ნუნუ, არა ეს კურდღელი გაგვიცვალეთ რამეში. კურდღელი არ გინებავთ გავცვალოთ. ბოლოს მოწყალება გაიღეს და უცნაური სახელის მამაშვილმა ზვიოს კურდღელი ჭერამში გადაუცვალეს. ეს სახელი? გარი, პასპორტ შემოწერი ხო? დედაფი. გარი? შენ რა ქვია ბიჭო? სულთანი. აბა მიდი. კარგად მოუარე იცოდე. არ შეჭამოთ. მოკლედ ჩამოვედით ველისციხეში ტელევიზორით და დაგვრჩა ჭერამი. არა მგონი ახლა ამ ჭერამმა თბილისამდე ჩამოაღწიოს და კარგი ვერ მიჭებო? არა. ჭერამიკის საჩუქრადაც არავის არ უნდოდა. ჭერამ. შეგახსენებთ, რომ ამ სიკეთის სპონსორი გახდა თბილისი ცენტრალი, სავაჭრო ცენტრი, სადაც თავმოყრილია საქართველოში არსებული ტექნიკის ყველა მაღაზია.